პიოტრ იან მარიელ ჰელვანისთან ინტერვიუში მერაბ დვალიშვილთან გამართულ ბრძოლაზე ისაუბრა. იანი მერაბს ადარებს ხარს, რომელიც კორიდის დროს მატადორის წელნაჭიას შეუჩერებლად მისდევს. მიანიშნებს, რომ მერაბის აგრესიული სტილი მისი კონტროლის ქვეშ იყო და მას სასურველი მიმართულებით მართავდა. საუბრისას იანი ხელით აჩვენებს მოძრაობას, თუ როგორ მიჰყავდა მეტოქე ხაფანგში. აი რა თქვა იანმა, არიელ მერაბ იმ ბრძოლაში იყო ის ხარი, რომელსაც აი აქეთ ამ კარიბჭისკენ მიერეკებოდნენ, თითქოს წითელი ნაჭრით მიუძღოდნენ. შეგახსენებთ, რომ 2023 წლის მარტში მერაბმა იანიმ საჭდა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა, თუმცა გასული წლის მიწურულს რევანში შედგა, როცა ქართულმა მებრძოლმა 2024 წელს მეოთხე ბრძოლის გამართვა გადაწყვიტა. 2025 წლის 6 დეკემბერს იანმა მერაბი დაამარცხა და ქამარი დაიბრუნა. ილია თოფურია ცნობილ ამერიკელ სტრიმერს სტუმრობდა. ედინ როსთან ილიამ რამდენიმე საკითხზე ისაუბრა. მატადორმა განაცხადა, რომ მახაჩევთან 77 კილოგრამში ბრძოლა მისთვის ყველაზე კარგი იქნება. მასთან ქვესაშუალო წონაში ბრძოლა ჩემთვის იდეალური იქნება, რადგან ასეთ შემთხვევაში მესამე ქამარსაც მივიღებ. ასევე კარგი იქნება თუ 70-სა და 77 კილოგრამ შორის ახალ ქამარს შევქმნით. უწოდოთ მას pound for pound-ის ქამარი. რატომაც არა? ის პირველი ნომერია, მე მეორე. თავად ვთვლით, რომ პირველი მე ვარ. საუკეთესო რეიტინგის პირველი ნომრობისთვის ვიჩხუბებთ, ვინც მოიგებს ის საუკეთესოა. შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია მსუბუქი წონის ჩემპიონია. მას წინ ჯასტინ გეიჯისთან ჩხუბიელის, რომელიც დროებით ტიტულს ფლობს. დიდი ალბათობით მათი ჩხუბი თეთრი სახლის ღონისძიებაზე გაიმართება. ილია თოფურიამ არმან ცარუკიანზეც ისაუბრა. ახალი არა, რომ მატადორის ომეხი მებრძოლის უნარებით აღფრთოვანებული არ არის. ილია თვლის, რომ საკუთარ მოწინააღმდეგებს მხოლოდ მაშინ უგებს, როცა ისინი დაღლილები არიან. აი რა თქვა მან. წააგო ისლამთან, გამროდთან, კარიერის დასაწყისში ნოკაუტი დამარცხდა და ბრძოლის დროზე ადრე დასრულების უნარი საერთოდ არ აქვს. ჩხუბებს მხოლოდ მაშინ ასრულებს, როდესაც მეტოქე დაღლილია. თუ ისეთ ვინმეს შეხვდება, რომელსაც კარდიო კარგ დონეზე აქვს, დაიტანჯება. არმანს ადვილად დავაფინიშებ, რადგან ჩემთან პანიკაში ჩავარდება. შეგახსენებთ, რომ არმან ცარუკიანი დიდი ხნის განმავლობაში იყო მსუბუქი წონის პირველი ნომერი. მიუხედავად ამისა, სომეხმა დროებითი ქამრისთვის ჩხუბის შანსი ვერ მიიღო და ახლაც დიდი ხნით მოუწევს ლოდინი, რადგან ილიას მომავალი მეტოქე დიდი ალბათობით ჯასტინ გეიჯი იქნება. ადინ როსმა ილია თოფურიას UFC-ში 5 ყველა დროის საუკეთესო მებრძოლის ჩამოთვლას თხოვა. მატადორს 5 მებრძოლის დასახელება გაუჭირდა და ბევრისთვის გასაკვირად ამ სიაში ხაბიბიას შეიყვანა. ილიამ ეს ყველაფერი იმით ახსნა, რომ ნურმაგომედოვს სახალისო ბრძოლის სტილი არ ჰქონია. ბოლო ჩხუბამდე ხაბიბის ბრძოლების ხილვა სახალისო საერთოდ არ ყოფილა. ერთადერთი რაც მის ბრძოლებს ყურებაც ხდიდა, მისი დაუმარცხებლობა იყო და ის ინტრიგა შეძლებდა თუ არა ვინმე მის დამარცხებას. მე მისი ჩხუბის სტილის ფანი არასდროს ვყოფილ ვარ. აქვე გეტყვით, რომ ხაბიბმა კარიერა 29 გამარჯვებიდან 0 მარცხით დაასრულა. ის მსუბუქი წონის ჩემპიონი იყო და ტიტული 3-ჯერ დაიცვა. იმასაც შეგახსენებთ, რომ ხაბიბი UFC-ს დიდების დარბაზის წევრია. ილიამ ასევე თავის სიაზე დააფიქსირა BMF-ის ტიტულისთვის მაქს ჰოლოვეისა და ჩარლზ ოლივეირას შორის დაპირისპირებაზე. ჩარლზი მომძონს, მათ შორის როგორც პიროვნება ის შესანიშნავი ადამიანია, თუმცა ფსონს მაქსზე ჩამოვიდოდი. ფიქრობ, რომ ის გაიმარჯვოს, მიუხედავად ამისა, ჩარლზის სათანადო შეუფასებლობა არასდროს ღირს. ის ბრძოლის ნებისმიერ მომენტში სახიფათოა, შეუძლია ნებისმიერი შანსი გამოიყენოს და წამიერად დაგაფინიშოს. განაცხადა ელ მატადორმა. თოფურიას განცხადებას ხაბიბ ნურმაგომედოვზე რუსი პრომოუტერი კამილ გაჯიევი გამოეხმაურა. გაჯიევი ილიას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ არწივის ჩხუბები ძალიან საინტერესო იყო. აი რა თქვა მან, პირადად მე ხაბიბის საბრძოლო სტილში დიდ ენერგიას ვხედავდი, რადგან ის უნიკალურად ჭიდაობდა. ნურმაგომედოვი თავისუფალი ჭიდაობით და გრეპლინგის კომბინირებას შესანიშნავად ახდენდა. ეს არის ის, რასაც ძალიან იშვიათად ვხედავთ. წნეხი, არანორმალური კარდიო და ზეწოლა მეტოქეებზე. ჩემი აზრით, მისი ჩხუბები სანახაობრივი იყო. დიახ, რა თქმა უნდა, გვირჩევნია დგომში მყოფ მებრძოლებს უყუროთ, რომლებიც ერთმანეთს სახეებს უნგრევენ, მაგრამ ხაბიბი ასე აჩხუბობდა ამ მხრივ, თოფურია უფრო საინტერესო მებრძოლიცაა. ისლამ მახაჩევმა ილია თოფურიას და კონორ მაკგრეგორის შეტევითი უნარების შეადარა. მახაჩევმა განმარტა, რომ ორივეს აქვს ისეთი უპირატესობა, რომლითაც შეუძლიათ გამორჩეულნი იყვნენ. თუ შემტევის ძალაზე ვსაუბრობთ, ალბათ თოფურია უფრო ძლიერია, მაგრამ თუ კონტრ დარტყმებზე ვლაპარაკობთ, მაშინ მაკგრეგორი უკეთესია, მისი თაიმინგით და მოლოდინის უნარით. მეც საცია ვარ და კონორიც, როგორც მაკგრეგორი მოწინააღმდეგეს მასხანა ხელით იჭერს, ეს უბრალოდ სხვა დონეა. აქვე გეტყვით, რომ კონორ მაკგრეგორის დაბრუნება სულ უფრო რეალური ხდება. ირლანდიელი ამბობს, რომ მან კონტრაქტის პირობებზე შენახებას უკვე მიაღწია, ახლა მხოლოდ ხელის მოწერა რჩება და სულ მალე გვეცოდინება, როდის დაბრუნდება კონორი. სანტიაგო ლუნა 21 წლის მექსიკელი მებრძოლია, რომელიც UFC-ს სუპერმსუბუქი წონის დივიზიონში ასპარეზობს. ამავე დივიზიონში ალექსანდრე თოფურიას, რომელმაც ორგანიზაციაში ორი შეხვედრა გამართა და ორივე გამარჯვებით დაასრულა. ეს ორი კეთად იმიტებენ ვახსენეთ, რომ ცოტა ხნის წინ მექსიკელმა მებრძოლმა ქართველი გამოიწვია და ხმამაღალი განცხადებაც გააკეთა. ლუნა იწუნება, რომ თოფურიას დაფინიშება შეძლებს.
მიყვარს განვითარება. ეს ხდება ნაბიჯ-ნაბიჯ, ბრძოლიდან ბრძოლამდე. მზად ვარ ყველასთვის, ვისაც ჩემთან შეხვედრა მოუნდება. დაუმარცხებელი ვარ და ბრძოლებს ვადაზე ადრე ვასრულებ. ალექსანდრე თოფურია გამოვიწვია და იმედი მაქვს გამოწვევა მის ყურამდე მივა. მინდა რომ შემდეგი ბრძოლა მასთან გავმართო და ნახავთ რომ დავაფინიშებ. ვისურვებდი რომ წელს ივნისში ან ივლისში კვლავ ვიბრძოლო, შემდეგ კი სექტემბერშიც. თუ ეს მექსიკაში მოხდება, შესანიშნავი იქნება, თუ არა და სადაც გინდათ იქ იყოს. ცნობისთვის, MMA-ში სანტიაგო ლუნას რეკორდი 8 ბრძოლა და 8 გამარჯვებაა. მექსიკელი მებრძოლი UFC-ში 2025 წლის სექტემბრიდან ირიცხება და 2 ბრძოლიდან 2-ვეში გაიმარჯვა. ლუნამ ბოლოს 20 თებერვალს იჭყობა და მეტოქემ საჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. UFC-ს მსუბუქი წონის დროებითი ტიტულის მფლობელმა ჯასტინ გეიჯიმ უპასუხა კითხვას იმის შესახებ, თუ ვინ მიაჩნია ფავორიტად ილია თოფურიასა და ისლამ მახაჩევს შორის პოტენციურ ორსა ბრძოლაში. ვინ გაიმარჯვებს? ფიქრობ ისლამი, განაცხადა ამერიკელმა მებრძოლმა. არსებული ინფორმაციით, ჯასტინ გეიჯი ილია თოფურიას შემდეგი მეტოქე უნდა გახდეს, რომელიც UFC-ს მსუბუქი წონის მოქმედი ჩემპიონია. ბოლო დროს ეს ბრძოლა თეთრ სახლში გასამართ ისტორიულ ტურნირის მთავარ მოვლენის ყველაზე სავარაუდო კანდიდატად მიიჩნეოდა, თუმცა მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ არსებობს გარკვეული მიზეზები, მათ შორის გეოპოლიტიკური, რომლებიც ამ სცენარის განხორციელებას ხელს უშლის. ისლამ მახაჩევმა ზაფხულში ქვესაშუალო წონის საჩემპიონო ქამარი უნდა დაიცვას, ხოლო ბოლო ინსაიდერული ინფორმაცია მიუთითებს იმაზე, რომ მისი მეტოქე ეკვადორელი მაიკ მორალესი იქნება, რომელიც დივიზიონის რეიტინგში მესამე ადგილს იკავებს. როგორც მოგეხსენებათ, რიანის სეხუდო ამერიკული პროფესიული ჭიდაობის ორგანიზაცია RAF-ის ეგიდით მერაბ დვალიშვილის დაუპირისპირდება. მან MMA Junks ინტერვიუ მისცა და განაცხადა, რომ მანქანასთან შურიზებას გეგმავს. აი რა თქვა მან. რა თქმა უნდა, შურიზება მინდა, სანახაობა და გასთობა არ მაინტერესებს, რევანში უნდა ავიღო. UFC-ში გამართული ჩხუბისას დვალიშვილმა ხელს შემიყვანა და მინდა იგივე გავუკეთო. მერაბი მომწონს, ნამდვილი შოუმენია და იცის რის გაკეთებაა საჭირო. როდესაც მითხრას, რომ დვალიშვილთან აფორმებდნენ კონტრაქტს, მასთან შეხვედრა მოვითხოვე. ყოველთვის მინდოდა მერაბთან ბოლომდე ჯანმრთელს და კარიერის პიკში მყოფს მეჩხუბა. ახლა მომეცა შანსი ვიჭიდაო და ვაჩვენო რაც შემიძლია. მერაბი რთული მეტოქია, მას მთელი სერიოზულობით ვეკიდები და ვიცი რომ მასაც იგივე დამოკიდებულება აქვს. დროა ვიჩხუბოთ. ცნობისთვის დვალიშვილისა და სეხუთოს შეხვედრას RAF-ის ეგიდით 18 აპრილს ვიხილავთ. მერაბმა და ჰერნიმ UFC-ში 2024 წელს იჩხუბეს და მანქანამ საჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოიგო. მაქს ჰოლოვეიმ UFC-ს ლეგენდარულ მებრძოლს დემეტრიუს ჯონსონს ინტერვიუ მისცა და საინტერესო თემებზე ისაუბრა. კომენტარი გააკეთა ასევე ილია თოფურიაზეც, ჰოლოვეიმ ელმატადორი შეაქო. როდესაც ილიასთან ერთად ოქტაგონში ვიყავი, ფიქრობდი რომ ყველაფერი ძალიან კარგად მიდიოდა, მაგრამ ყველამ ვიცით ის რის გამოირჩევა. თოფურია ხელსაყრელ პოზიციას იკავებს, თუმცა მათ მაშინვე არ იყენებს. ილია გაძლევს საშუალებას იფიქრო რომ ხელსაყრელ პოზიციაშია, მაგრამ არაფერს აკეთებს. ის თითქოს გაჩვენებს, აი აქ მოვედი და არაფერი გავაკეთე. ვითარება იცვლება მაშინ, როდესაც ხელსაყრელ პოზიციაში მესამედ, მეოთხედან მეხუთედ აღმოჩნდება. ეს უკვე ილიას დროა და მისი ერიშები სწორედ მაშინ იწყება. ილიას შეუძლია ძალიან კარგი პოზიციები დაიკავოს, თუმცა როგორც თქვი, მათ მაშინვე არ იყენებს. ამას განზრახ აკეთებს. თოფურია თითქოს გაპროგრამირებს. აი შეხედე რა ხელსაყრელ პოზიციაში ვარ, მაგრამ არაფერს ვაკეთებ. აი აქ ვარ, მაგრამ არ დაგატყამ. აქაც ვარ, მაგრამ ისე ვარ დაგატყავ. შემდეგი ყველაფერი მოულოდნელად იცვლება და სურპრიზს იღება. ფიქრობ თოფურია ძალიან ჭკვიანია, მას ძალიან კარგი საბრძოლო ინტელექტი აქვს. შესანიშნავი სტრაიკინგით გამოირჩევა და კარგი ჭიდაობა და ჯიუ-ჯიტსუ აქვს. რაც შეეხება მის შესაძლო ბრძოლას გეიჯისთან, ჯასტინი ბერმა ჩამოწიeda. გეიჯი ილიას წინააღმდეგ ალბათ ლეგ კიკებს გამოიყენებს და ფიქრობ საინტერესო ორთაბ ბრძოლა გამოვა. თუმცა ილიას წინააღმდეგ ცონის დადება ძალიან რთულია, რადგან საკუთარი თვალებით ხედავ, რას უშვება ის მეტოქეებს. შეგახსენებთ, რომ ჰოლოვეის მომდევნო მეტოქე ჩარლზ ოლივეირა, რომლის წინააღმდეგაც მაქსი BMF-ის სიმბოლურ საჩემპიონო ქამას დაიცავს. მათი ბრძოლა თბილისის დროით 8 მარტს გაიმართება. ილიასთან ჩხუბზე კომენტარი გააკეთა თავად ჯასტინ გეიჯიმაც. მან თქვა: გონია რომ მაგარი გეჟური ჩხუბი იქნება. ვფიქრობ მთელი დროის განმავლობაში მაგრად დაუშვენთ ერთმანეთს და ალბათ ერთ-ერთი ჩვენგანი ნოკაუტში ჩავარდება. ვოლკანოვსკი მიიჩნევს, რომ ჰოლოვეიმ თოფურიასთან რევანში დაიმსახურა. UFC-ს ჩემპიონი ალექსანდრ ვოლკანოვსკი თვლის, რომ თუ მაქს ჰოლოვეი ჩარლზ ოლივეირას დაამარცხებს და ლოცვინმა მსუბუქ დივიზიონის გამოსვლის ბრძოლის შანსი უნდა მიიღოს. თუ მაქსი ოლივეირას დაამარცხებს, მაშინ როგორ შეიძლება მან სატიტულო ბრძოლა არ მიიღოს? მიმაჩნია, რომ მან ეს უკვე დაიმსახურა. მას გამოსვლის ბრძოლა ელის, ეს აშკარაა, განაცხადა ვოლკანოვსკი. ალექს ფერეირამ ქვემძიმე წონის საჩემპიონო ქამარი ვაკანტური გახადა. ვაკანტური ტიტულისთვის ორშაბრძოლა დენა ვაიტმა ოფიციალურად დაანონსა. ახლა კი რაც შეეხება ალექს ფერეირას, მოსალოდნელია რომ პუატანი მძიმე წონაში ასვლას გეგმავს და ტომას პინარის ტრამვის შემდეგ მესამე წონის კატეგორიაში საჩემპიონო ქამრის მოპოვებას უმიზნებს. თუნდაც ეს დროებითი იყოს. ყველაფერი მომდევნო კვირაში გაიგივა, როცა დენა ვაიტი თეთრი სახლის ქალზე გასამართ ბრძოლებს გამოაცხადებს. UFC-ს ხელმძღვანელმა დანა ვაიტმა პირობა დადო, რომ უახლოეს მომავალში UFC-ს სადღესასწაულო ტურნირის ქალს გამოაცხადებს, რომელიც 14 ივნისს თეთრ სახლში გაიმართება. მალე თქვენთვის მეტი ინფორმაცია მექნება. უფრო მეტიც ამ კვირაში გამოაცხადებ თეთრი სახლის ტურნირის ბრძოლებს. მე ამას გავაკეთებ.
განაცხადა დანა უაიტმა. გამორიცხული არ არის, რომ ისტორიული ტურნირის ერთ-ერთი მონაწილე ბრაზილიელი ალექს ფერეირა გახდება, რომელმაც როგორც უკვე მოგახსენეთ, ოფიციალურად დათმო UFC საჩემპიონო ქამარი ქვემძიმე წონაში და სავარაუდოდ მძიმე წონითი კატეგორიის დროებითი ქამრისთვის ფრანკ სირილ განთან იმბრძოლებს. დენა უაიტის განცხადებას, რომელმაც საჯაროდ დაადასტურა, რომ იმ მწვილებს, რომლებიც თეთრი სახლის ღონისძიებაზე იჭღობებენ, მომდევნო კვირაში გამოაცხადებს, საერთოდ დაემთხვა ისლამ მახაჩევის მენეჯერის განცხადება. ალი აბდელაზიზმა საკუთარ სოციალურ ქსელში, ისე რომ ამის გაკეთება მისთვის არავის უთხოვია, დაწერა სტატუსი, რომელიც ქვესაშუალო წონის დაღესტნის ჩემპიონს ეხებოდა. შემეძლია გითხრათ, რომ UFC-ს ხელმძღვანელები ისლამ მახაჩევისთვის დიდი ბრძოლის ჩანიშვნაზე მუშაობენ. აქ გეტყვით, რომ სავარაუდო კანდიდატურად იან გარი არ განიხილება. ისლამის მომდევნო მეტოქე ირლანდიელზე გაცილებით სახელოვანია და ეს იქნება ორგანიზაციის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ბრძოლა, რომელიც ამ მომენტში შეიძლება ჩაინიშნოს. ცნობისათვის, ქვესაშუალო წონაში ისლამ მახაჩევის სავარაუდო მეტოქეებად იან გარის გარდა კამარუ უსმანი და მაიკლ მორალესი სახელდებიან. გარდა ამისა, აქტიურად მიდის საუბარი იმაზე, რომ ბოლოს და ბოლოს მოხერხდეს და ჩაინიშნოს მისი ილია თოფურიასთან დაპირისპირება, თუმცა რა ფორმით და რომელ დივიზიონში, ამაზე კონკრეტულად არაფერი თქმულა. ჯონ ჯონსმა დაადასტურა, რომ UFC-სთან მომავალ ჩხუბთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს მართავს. ჯონსის მიზანი თეთრ სახლში ჩხუბია. თეთრ სახლში ბრძოლასთან დაკავშირებით UFC-სთან მოლაპარაკებებს მართავ. მე ძალიან ამაყი ამერიკელი ვარ და ერთი სული მაქვს ჩემი ქვეყანა კვლავ წარმოვადგინო, ასე რომ ვნახოთ რა მოხდება. დიდი ხნის განმავლობაში ვრცელდებოდა ჭორები, რომ თეთრ სახლში ჯონ ჯონსის და ალექს ფერეირას დაპირისპირება უნდა შემდგარიყო. ამის შესახებ სხვადასხვა გამოცემების წერენ და UFC-სთან დაკავშირებული პირებიც აქტიურად საუბრობდნენ. ამ ბრძოლის ჩანიშვნის იდეას ისიც წამყარებს, როგორც მოგახსენეთ, ალექს ფერეირამ ქვემძიმე წონის ქამარი დატოვა. პიოტრიანი ზურგის ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაციას აგრძელებს. რუსი მებრძოლი სოციალურ ქსელში ვარჯიშის ვიდეოს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ მზად არის თეთრ სახლში იჭხუბოს. დილიდან მუშაობთ, რეაბილიტაცია გრძელდება. წინ მივიწევთ ნელა, მაგრამ თავდაჯერებულად. UFC თეთრი სახლი მზად ვარ ნებისმიერისთვის, წეს პიოტრიანემ. როგორც ცნობილია, პრომოუშენმა მერაბ დვალიშვილს იანთან მესამე ჩხუბის გამართვა შესთავაზა. ამის შესახებ თავად მანქანამ განაცხადა, თუმცა მისივე თქმით ეს ჩხუბი თეთრ სახლში 14 ივნის დაგეგმილ ღონისძიებაზე ვერ შედგება.